საბჭოთა კავშირში 1922 წლიდან მოქმედებდა ცენზურის ორგანო, ეგრეთ წოდებული მთავლიდი. სწორედ მთავლიდი წყვეტდა კონკრეტული წიგნების დაბეჭდვის, გავრცელებისა თუ აკრძალვის საკითხებს. შესაბამისად, მკითხველებს წიგნების თავისუფლად არჩევა არ შეეძლოთ. ჯორჯ ორველის კიდევ ერთი ნაშრომი ცხოველების ფერმა. ერთ დღეს ადამიანების მბრძანებლობით დაღლილი ცხოველები ფერმაში აჯანყებას მოაწყობენ. ცხოველების მიერ დადგენილი კანონები თანასწორობის შენარჩუნებას ემსახურება და ისიც უნდა უზრუნველყოს, რომ ცხოველები ადამიანებს არასდროს დაემსგავსონ. თუმცა მკითხველი მალევე აღმოაჩენს, რომ ამ ფერმაში ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორი. წიგნი 1917 წლის რუსეთის რევოლუციასა და საბჭოთა რეჟიმზე მოგვითხრობს. ხელისუფლება ავტორის ირონიამ არ მოხიბლა, ამიტომ ცხოველების ფერმა ორველის სხვა ნაწარმოებებთან ერთად 1991 წლამდე აკრძალული წიგნების თაროზე იყო შემოდებული. ალექსანდრე სოლჟენიცინი, არქიპელაგი გულაგი, საბჭოთა სადამშილო სისტემაზე მოგვითხრობს, რომლის ფარგლებშიც პატიმრობაში მყოფი ადამიანები გაუსაზღვის პირობებში მძიმე ფიზიკურ სამუშაოს იძულებით ასრულებდნენ. რუსმა მწერალმა ცხოვრება საბჭოთა სადამშილო სისტემის კვლევას მიუძღვნა. 1973 წელს წიგნი პარიზში დაიბეჭდა. სოლჟენიცინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნის დატოვება აიძულეს. არქიპელაგი გულაგი საბჭოთა კავშირში 1990 წელს გამოიცა. მწერალმა მოქალაქეობა აღიდგინა და სამშობლოში დაბრუნდა. ბორის პასტერნაკი, ექიმი ჟივაგო. ექიმი ჟივაგო რუსეთის რევოლუციასა და სამოქალაქო ომის შესახებ მოგვითხრობს. წიგნი მე-20 საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებად ითვლება, რადგანაც საბჭოთა კავშირმა მის გამოცემაზე უარი თქვა. წიგნი იტალიაში იტალიურ ენაზე დაიბეჭდა. წიგნისთვის პასტერნაკმა ნობელის პრემიაც მიიღო. ფრიდრიხ ницше, ესე იტყო და ზარატუსტრა. ницშეს ფილოსოფიური იდეებით დატვირთული 4 ნაწილიანი ნაწარმოებია, რომელიც აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. თუმცა საბჭოთა კავშირი ницშეს იდეებისადმი აშკარად სიფრთხილეს იჩენდა, რადგან 1923 წლიდან ფილოსოფოსის ნაწარმოებებმა ბინა აკრძალული წიგნების თაროზე დაიდეს. ეგრეთ წოდებული დაკარგული თაობის სამყაროში ბევრი მათგანი საერთოდ გაუჩინარდა თავისი ავტორიანად. სამწუხაროდ ასეთი რეპრესიები ქართველ მწერლებსაც შეეხოთ. ჩვენს შემთხვევაში საბჭოთა გამონადგურებელი ხელით. ასე ცენზურას, შევიწროებასა და შეზღუდულობას საზოგადოება ყველა დროში უწესებდა ადამიანებს. ეს კი მართლდებოდა როგორც ბედნიერების კრიტერიუმები, რომელიც სინამდვილეში უბედურებად იქცეოდა არამხოლოდ იმათთვის, ვინც უშუალოდ განიცდიდა ამ შეზღუდვებს, არამედ მათთვისაც, ვინც აწესებდა და ატარებდა ამ რეპრესიებს და საერთოდ მთელი საზოგადოებისთვის. გაუმარჯოს თავისუფალ სამყაროს, სადაც შენ ხარ და არა საზოგადოების მიერ შექმნილი ცოცხალი ფიტული. ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი, თავისუფალი და დამოუკიდებელი საზოგადოებისთვის. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.